მოგესალმებით, თქვენ უყურებთ გადაცემა თავისუფალ სივრცეს სოფო ახალგაზრდთან ერთად. დღევანდელი გადაცემის სტუმრები არიან ადამიანი კანონი თავისუფლების თავმჯდომარე პროექტ ახალგაზრდული საკრებულოს პროექტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ჭულუხაძე, მოგესალმებით. ასევე გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა საბაშვილი. მოგესალმებით, მადლობას გიხდით იმისთვის, რომ დღეს აქ იმყოფებით. ბატონო გიორგი, დავიწყებთ თქვენგან. გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულო რას ნიშნავს და რატომ შეიქმნა ეს საკრებულო, რისი კეთება უწევთ ამ ორგანიზაციას? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა მინდა გადაგიხადოთ, რომ დაინტერესდით აღნიშნული თემით. უმნიშვნელოვანესია თქვენი როლი ზოგადად ახალგაზრდობის კუთხით და კიდევ მადლობას გიხდით. რაც შეეხება ახალგაზრდულ საკრებულოებს, ახალგაზრდული საკრებულო გორში გახლავთ შექმნილი როგორც ალტერნატიული საკრებულო, აქ გახლავთ მე-11-მე-12 კლასელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული, რომლებიც პოტენციური სტუდენტები არიან, აბიტურიენტები. მე წინასწარ მინდა ვთქვა, რომ ფაქტიურად გამოვიდა უკვე წარმატებული პროექტი, გამომდინარე იქიდან, რომ 64 მუნიციპალიტეტში აქტიურად მუშაობენ ახალგაზრდები, აგერ ლაშა საბაშვილი, რომელიც ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარეა გორში. მოგახსენებთ, რომ იდენტური საკრებულოა, ეგრეთ წოდებული დიდი საკრებულოდან გამომდინარე, შექმნილია კომისიები და კომისიები, როგორც ახალგაზრდული საკრებულოს, ისე მუნიციპალიტეტის საკრებულოსი კოორდინირებულად მუშაობენ სხვადასხვა თემებზე, ბუნებრივია ახალგაზრდებს აქვთ თავიანთი მოსაზრება სხვადასხვა საკითხებზე და მე მოხარული ვარ, რომ ზუსტად ის საკრებულოს თავმჯდომარეებიც უსმენენ ამ ადამიანებს და თავიანთი წვლილი შეაქვთ რაიონის განვითარებისთვის. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული პროექტი ხელშეუწყობს ახალგაზრდებს, რომ ჩამოყალიბდნენ ახალგაზრდა ლიდერებად, თუნდაც სამომავლოდ თავიანთ პერსპექტივაში ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმეები განახორციელონ. ამის შესახებ ბუნებრივია ლაშაც ისაუბრებს. გორში ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა და სამომავლოდაც იგეგმება. მე არ შემოვიფარგლები გორის ახალგაზრდული საკრებულოთი და მინდა რომ მთელ საქართველოს მასშტაბით ვისაუბრო, თუ რა ხდება და როგორ მიმდინარეობს აღნიშნული პროექტი. არის სპეციფიური თემა, თუნდაც ეთნიკური უმცირესობები, თუნდაც შეზღუდული შესაძლებლობები. მინდა გითხრათ, რომ მაქსიმალურად არიან ეს ადამიანები ჩართულები აღნიშნული პროექტის განხორციელებაში. საკმაოდ წარმატებულად მიდის პროექტი ახალციხეში, ახალქალაქში, ბორჯომში და ვფიქრობთ, რომ მათი ჩართულობაც არის უმნიშვნელოვანესი. რაც შეეხება შეზღუდულ შესაძლებლობებს, ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალურად უფრო მეტი ადამიანი იყოს ჩართული აღნიშნული კუთხით და მათი განხორციელებული საქმიანობა წინა პლანზე წამოვიდეს. მოგახსენებთ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გეგმავთ აბაშის მუნიციპალიტეტიდან, სადაც ახალგაზრდულ საკრებულოშია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი, გავუკეთოთ ძალიან კარგი გამოფენა, რამე თუ ის ახალგაზრდა ძალიან კარგად ხატავს და ვფიქრობთ, რომ იქნება ძალიან წარმატებული ეს ღონისძიება. ამ დროისთვის თქვენ ორგანიზაციაში ამდენი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია? 5 შეზღუდული შესაძლებლობების პირია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა ადამიანი გაწევრიანდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე. მე მიწევს თითქმის ყველა რაიონში ჩასვლა. მოგახსენებთ, რომ ასევე მაღალმთიან რაიონებზე მაქვს საუბარი, ეს არის ონი, თუნდაც ამბროლაური, აჭარის მაღალმთიან რაიონებში და იქაც ახალგაზრდობა არის მართლა საუკეთესო ახალგაზრდობა, რომლებიც ფიქრობენ, აზროვნებენ იმ კუთხით, რომ რაც შეიძლება მეტი, ასე ვთქვათ, პროექტები განახორციელონ თავიანთი რაიონისთვის. ამაში ჩვენი ორგანიზაცია მაქსიმალურად ეხმარება აღნიშნული კუთხით და ბუნებრივია ეს გაგრძელდება ჩვენი მხრიდან დიდი დახმარება. გეთანხმებით. ლაშა, გადმოვართ თქვენთან კითხვით, როგორ შეირჩა გუნდი, რამდენი ახალგაზრდა ხართ ესე იგი საკრებულოს წევრი და ძირითადად რა სახის აქტივობებს ახორციელებთ? მოგესალმებით, მეც კიდევ ერთხელ. ჩვენი საკრებულო შეირჩა გორის რაიონების სკოლებიდან და ამ სკოლის მოსწავლეებით. საშუალოდ თითო სკოლიდან არის 3 მოსწავლე, რომელიც წარმოდგენილია ჩვენ საკრებულოში. გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულო შედგება 36 წევრისგან და ჩვენ მუშაობთ ერთად, რა თქმა უნდა. მე მყავს ჩემი მოადგილე და ასევე ჩვენ მყავს თემატური კომისიები, რომლებიც იდენტურია ნამდვილი საკრებულო, როგორც არის ნამდვილი საკრებულოში, ისეთივე კი ბატონო, როგორ უნდა გაწევრიანდეს ახალგაზრდა თქვენს საკრებულოში მსურველი? კი, გაწევრიანება ძალიან მარტივია, უბრალოდ ამისთვის არის ძალიან დიდი სურვილი საჭირო. ნებისმიერ ახალგაზრდა შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და გაწევრიანდეს, უნდა იყოს მოტივირებული, რა თქმა უნდა.
და უნდა ჰქონდეს თავისი ხედვა განვითარებაზე ჩვენი საკრებულოს და მომავალ აქტივობებზე, რა თქმა უნდა. მე და ჩვენი ტელევიზია ხშირად აშუქებს ხოლმე ბატონო გიორგი თქვენს მიერ გაკეთებულ და ორგანიზებულ, ასე ვთქვათ, პროექტებს. როგორი გეგმება? ერთი კონკრეტული ადამიანი გეგმავს, თუ ესე მრავალფეროვნება გუნდურად მუშაობთ? მოგახსენებთ, პირველ რიგში აღნიშნავ, რომ პროექტის ფარგლებში გაწევრიანებულია 12000 ახალგაზრდა მთელი საქართველოს მასშტაბით. 12000 ახალგაზრდიდან 2150 გახლავთ დეპუტატი. ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობის მიზანიც ის იყო და წევრების, რომ ახალგაზრდებს ჰქონდათ თავისუფლად აზროვნების საშუალება. ვერც ერთი ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენელი ვერ იტყვის იმას, რომ ორგანიზაციამ ჩვენ დაგვავალა რაიმე ღონისძიება და ეს განახორციელება. ბუნებრივია, ეს კეთდება ახალგაზრდების სურვილით, აზროვნებენ თავისუფლად, რაც არის უმნიშვნელოვანესი და გვინდა რომ ზუსტად ახალგაზრდებმა ისწავლონ თავისუფლად აზროვნება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა თვითონ გეგმავს, თუნდაც ლაშა, აღნიშნავ, რომ ახალგაზრდა ადამიანია და არის ლიდერი, მოწოდებით ბუნებრივია და თავის ასაკთან შედარებით საკმაოდ განათლებული, ბუნებრივია. მე მოგახსენებთ, რომ როდესაც ჩვენ შევარჩიეთ ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლები, გაიარეს ტესტირება. ტესტირების შემდეგ ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ ყოფილიყო ახალგაზრდა. ტესტირებაში რა შედიოდა, ამაზეც ვისაუბროთ. ძირითადად იყო IQ ტესტები, სადაც ჩვენ შევამოწმეთ მათი, ასე ვთქვათ, გონებრივი რესურსი. აქედან გამომდინარე შემდეგ იდენტური საკრებულოები ჩამოვაყალიბეთ, ხოლო ვისაც საკრებულოს თავმჯდომარეობის სურვილი ჰქონდათ, მათ უნდა წარმოედგინათ კონკრეტული რაიონის განვითარების გეგმა. გამომდინარე აქედან ლაშას ჰქონდა საუკეთესო წარმოდგენილი, საუკეთესო პროექტი და ხმათა უმრავლესობით ისევ ახალგაზრდებმა აირჩიეს. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ვერევით მათ, ასე ვთქვათ, ფუნქციებში გამორიცხულია პირიქით ერთადერთი თუ რაიმე კუთხით დავეხმარებით და შესაძლებელია პირველ ეტაპზე იყო შუამდგომლობა ადგილობრივ თვითმმართველობებთან, რაც ვფიქრობთ, რომ საკმაოდ წარმატებით გამოგვივიდა. მე დავძენ ადგილობრივი თვითმმართველობების წვლილს და ასევე გუბერნიის შიდა ქართლში ვარ და ვიტყვი, რომ ბატონმა ზურამ ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ახალგაზრდებთან ჰქონდა მას შეხვედრა თვენახევრის წინ, სადაც იყო კითხვა-პასუხის რეჟიმში აღნიშნული შეხვედრა ორგანიზებული და ვფიქრობთ, რომ კიდევ უახლოეს მომავალში იქნება ასეთი შეხვედრა, სადაც ვფიქრობთ, რომ ნაყოფიერი იქნება ეს ყველაფერი და ახალგაზრდებსაც ბუნებრივია ძალიან ბევრი კითხვა აქვს და ამაზეც ამომწურავ პასუხებს იგებენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი ის, რომ ახალგაზრდული საკრებულოს წარმომადგენლები შიდა ქართლის რაიონში მონიტორინგს უწევენ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რაც არის უმნიშვნელოვანესი. თუ კასპიის რაიონზე მოგახსენებთ, ჩვენ გამგებელთან მის მოადგილესთან ინფრასტრუქტურული კუთხით უკვე მივაღწიეთ შეთანხმებას და გქონდათ გარკვეულწილად რამდენიმე გასვლითი შეხვედრა, სადაც ადგილზე ნახეს ის პროექტები, რომელიც არის განხორციელების პროცესში და აქტიურად უწევენ მონიტორინგს ახალგაზრდები. სხვადასხვა პროექტებით ბუნებრივია დატვირთულია ახალგაზრდული საკრებულო კასპიის რაიონში, მაგალითად, სულ რამდენიმე დღის წინ მოხდა, რომ 5 შეზღუდულ შესაძლებლობის მქონე პირს ახალგაზრდულმა საკრებულომ გადასცა ეტლები და ასევე დღესაც გაიმართა სოციალურად დაუცველებს დაეხმარნენ სხვადასხვა პროდუქტები. გადასცეთ დაფინანსება? ჩვენი ორგანიზაციის შუამდგომლობით ბუნებრივია, მე მინდა სიცოცხლის დღეს გადავუხადო ფონდს სიცოცხლის დღეს დიდი მადლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ის დაგვეხმარა არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონით თავისუფლებას, რომ მოგვეძია ეს ეტლები და ვფიქრობთ, რომ საომალოდაც სხვადასხვა რაიონებში პერმანენტულად გაგრძელდება მსგავსი სახის აქციები. გვინდა რომ ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით, ყველა ის საქმე, რომელიც არის მნიშვნელოვანი რაიონისთვის, იყვნენ ინფორმირებულები, თავიანთი მოსაზრება ჰქონდეთ და სამომავლოდ გაიზარდონ და აღიზარდონ ისეთი კვალიფიციური კადრები, რომლებიც როგორც თავის რაიონს გამოადგენენ, ისე გამოადგება მთლიანად საქართველოს. რეალურად მომავალი ქვეყნის არის ამ ახალგაზრდებზე დაფუძნებული. გამომდინარე იქიდან, რომ თუნდაც 21 წლის ახალგაზრდას თავისუფლად შეუძლია მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ასევე 18 წლის
ახალგაზრდა შეუძლია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში დასაქმდეს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად და ეს დამატებითი мотиваცია თუნდაც იგივე ლაშასთვის, მისი მეგობრებისთვის, ყველა ახალგაზრდისთვის, რომ რაც შეიძლება მეტად წარმოაჩინონ თავი იმისთვის, რომ შემდეგ უფრო წარმატებულები იყვნენ და ამაში ჩვენ ყველაფერში დავეხმარებით. რა თქმა უნდა, ლაშა მე ისევ მინდა თქვენ კითხოთ, მაგალითად გუშინ გაკეთდა აქცია სახელწოდებით გაავრცელებ პოზიტივი. საკმაოდ კარგი აქცია იყო, კრეატიული, რას ემსახურებოდა ეს აქცია, მაყურებელსაც რომ განვმარტოთ, ძალიან კარგი იქნება. გაავრცელებ პოზიტივი თავის შინაარსით იყო უფრო სოციალური აქცია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რომ დავეხმაროთ ადამიანებს, ჯერ შეგვიძლია ჩვენს ქალაქში და ვიწყებთ ასეც. დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებისთვისაც შეგვიძლია დახმარება. ეს არ იყო მაინც და მაინც მასშტაბური ისეთი რომ განსაკუთრებული რამ საჩუქრები. თუმცა ჩვენ გადავიცით ხილით, კბილეული, ეს რა თქმა უნდა პოზიტივის გამომწევია ქალაქში. თავისთავად დიახ, პროდუქტის სასადიდო. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯერ ამით შეგვიძლია შემდეგ სხვა შესაძლებლობები გვექნება. ნელ-ნელა განვითარდებით და უფრო მეტ შეგვიძლია. აუცილებლად თუ შემოგიერთდათ საზოგადოება, აი ამ აქციის შემდეგ აქციის დროს ასე ვთქვი. კი, აქციის დროს ძალიან დიდი პოზიტივი წამოვიდა საზოგადოებისგან, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ დადებითი იყო ყველაფერი აქ, ძალიან ხიარული, განწყობაც კარგი იყო. ნუ საზოგადოება ვერ შემოგვერთდებოდა. ძალიან დიდი დახმარება გაგვიწია არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანი კანონით თავისუფლება და ბატონო გიორგი, ისაც ძალიან დიდ ნაძლობას გადაუხდია საჯაროდ. და ნელ-ნელა საზოგადოებაც განვითარდება ისე რომ აუცილებელი იქნება ასეთი აქციების გამართვა მიხვდება ყველა და ჩვენ გვინდა გამოვიწვიოთ სხვა საკრებულოები, რომ საკუთარ საკრებულოებთან ერთად საკუთარ ქალაქებში მოაწყონ ასეთი აქციები, რათა მეტი ბედნიერი ადამიანი დადიოდეს ქუჩებში და უფრო მეტი პოზიტივი იყოს. ხალხის განცდათ როგორ უწოდა, რეაქცია როგორი იყო? რეაქცია ძალიან კარგი იყო. არაფერია იმაზე უკეთესი, როდესაც ადამიანს ეხმარები და მის თვალებში ხედავ ძალიან დიდ სიყვარულს ეს ძალიან კარგი. ძალიან კარგი. კარგი საქმე გააკეთეთ, ნამდვილად პოზიტივი გაავრცელეთ. ისევ თქვენ მინდა გითხოთ, უახლოეს პერიოდში თუ გეგმავს გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულო რაიმე სახის აქციებს? კი, ჩვენ გეგმები საკმაოდ მასშტაბური და ამბიციური გეგმები გვაქვს. მომდევნო კვირას იგეგმება განჯინის გახსნა ქალაქ გორში. ეს იქნება პირველი პრეცედენტი შიდა ქართლში. პირველი გახსნილი არის პირველი განჯინა თბილისში, მომდევნოა კახეთში. თელავის გამგეობამ გახსნა და მესამე იქნება ჩვენი. ეს განჯინაც თავისუფლად სოციალური პროექტია. მისი დევიზი არის გაიღე ან აიღე. ეს იქნება კედელში ჩაშენებული კარადა, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მიიტანოს ის ნივთი, რომელიც მას აღარ სჭირდება და აიღოს სამაგეროდ ის, რაც გახდება იქ და რაც მისთვის გამოსაყენებელია. ვფიქრობ ძალიან კარგი იქნება. ძალიან კარგია, ნამდვილად, ძალიან სასიამოვნო იქნება თუ ადამიანები ამ პროექტში აუცილებლად მიიღებენ მონაწილეობას. ბატონო გიორგი, ისევ თქვენ გითხავთ, რამდენად მასშტაბური არის ის პროექტები, რომელსაც თქვენი ორგანიზაცია ახორციელებს, რომ გითხრათ და რამდენად არიან ჩართულები ახალგაზრდები? მოგახსენებთ, უბრალოდ დავამატებ ლაშას სოციალურ აქციებს ერთ ფაქტს, რომ 13 ივნისს იქ დაზარალებულებს, მათ შორის გორის ახალგაზრდული საკრებულო და 64-ვე ახალგაზრდული საკრებულო მაქსიმალურად ეხმარა თბილისში ჩამოიტანეს სტიქით შედეგად დაზარალებულ ადამიანებს. ლაშა თავის გუნდთან ერთად იყო ჩამოსული თბილისში, სადაც გადავეცით სხვადასხვა სახის საჭიროებები. იქ ერთ პატარა ბავშვს, რომელიც სამწუხაროდ სტიქიის დროს დარჩა უსახლკაროდ და ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობები იქნება ძალიან კარგი. ასევე 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ ივლიტა ჯიბუტის ბიბლიოთეკას გადავეცით 1600 წიგნი. ესეც ბუნებრივი ახალგაზრდული საკრებულოების ფარგლებში მოხდა მათი შეგროვება. გორის ახალგაზრდულ საკრებულოებს მიიღო მონაწილეობა, ასევე პრინტერი და უახლოეს მომავალში რამდენიმე დღეში ჩვენ გადავცემთ მათ კომპიუტერს და მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი სოლიდარობა იყო ყველა რაიონიდან 13 ივნისის ტრაგედიის შედეგად დაზარალებულებისათვის. რაც შეეხება ჩვენი ორგანიზაციის აქტივობებს, მოგახსენებთ, რომ 2010 წლიდან ჩვენი ორგანიზაცია ფუნქციონირებს. პირველები ვიყავით ფაქტიურად იმ პერიოდში, როდესაც საჯელახსოვრების დაწესებულებებში ვახორციელებდით პროექტს რესოციალიზაცია რეაბილიტაციის კუთხით. ეს დაფინანსებით ხდებოდა ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისიის მხრიდან, რომელიც იმ პერიოდში ძალიან ბევრ კარგ საქმეს აკეთებდა. მას შემდეგ ჩვენ ბუნებრივია ეხლაც ახალ წელს დავამთავრეთ ძალიან დიდი მასშტაბური
ისევ რესოციალიზაცია რეაბილიტაციის კუთხით, სადაც 700 მჟავდებული იყო, ასე ვთქვათ, ბენეფიციარი. ჩვენ უზრუნველყოფთ იმასაც, რომ წინა პერიოდში და ეხლაც რო ვცდილობთ, რომ დავეხმაროთ და დავასაქმოთ იქიდან გამოსული მჟავდებულები, ვინც სოციალურად დაუცველია და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ გვერდზე დაუდგეთ. რაც შეეხება ახალგაზრდულ საკრებულოებს, ეს 2013 წლიდან ხორციელდება. პირველად ჩვენ სატესტო ვარიანტში ავიღეთ 3 რაიონი, ეს იყო პერიოდში გორი, მარნეული და კასპი და მინდა ვთქვა, რომ წარმატების შემდეგ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით მოგვეცვა აღნიშნული პროექტი და რაც შეიძლება რომ მეტ ახალგაზრდას გავუხსნათ კარი წარმატებისთვის, ეს არის ძალიან კარგი. ჩვენც მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ მეტი ახალგაზრდა გამოჩნდეს თქვენი დახმარებით ისევ და ისევ. ბევრმა ახალგაზრდამ განახორციელოს სხვადასხვა აქტივობები, რომელიც იქნება კონკრეტული მიზნობრიობით, თუნდაც ეს კარიერული კუთხით იყოს, თუნდაც ეს იყოს ადამიანების დახმარების კუთხით, არ აქვს ამას მნიშვნელობა. ჩვენ გვინდა რომ სიკეთე ვაკეთოთ და ვიზრუნოთ ახალგაზრდობაზე, რომლებიც ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში ძალიან დიდ სიტყვიან საქართველოს განვითარებისთვის. მე დავძენ, რომ ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები ასევე სისტემატიურად ტრენინგებს უტარებენ სხვადასხვა თემებზე ახალგაზრდებს, ეს იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით, იქნება ადამიანის უფლებებზე, ასევე ჩვენ თანამშრომლობთ ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლობასთან. გორის რაიონში ჯერ არ ჩატარებულა, მაგრამ უახლოეს მომავალში ჩატარდება ტრენინგი, რაც შეეხება სამეგრელოს იმერეთ სამეგრელოს რაჭას და თელავს. იქ სისტემატიურად ტარდება ტრენინგები ნატოს და ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან და ვფიქრობ, რომ ესეც დამატებითი სტიმული ახალგაზრდებისთვის, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ, გაიგონ და ასევე გვინდა რომ ღრმად იყვნენ ჩახედილნი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსთან მიმართებაში, მათ ჰქონდათ პრეზენტაციაც გუბერნატორის დაესწრო მაშინ და საკმაოდ წარმატებული შეხვედრა გამოდგა. ძალიან კარგი, ძალიან ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდება იმის სურვილი, რომ აუცილებლად გაწევრიანება არ. ხო, ამაზე მიდოდა ზუსტად მეკითხა, ისე ბატონ გიორგის ვკითხავ, როგორ ხდება, რა კრიტერიუმებით შეირჩევიან ის ადამიანები და ის ახალგაზრდები, რომლებიც მონაწილეობენ აი ამ პროექტებში და თქვენთან არიან ესე? მოგახსენებთ, ჩვენ პირველ ეტაპზე დავინტერესდით და თანამშრომლობდით, ბუნებრივია, ეხლა თანამშრომლობთ რაიონის რესურს ცენტრებთან. ჩვენ გამოვითხოვეთ მაღალი აკადემიური მქონე მოსწავლეების სია სკოლიდან 3 წარმომადგენლის, ხოლო შემდეგ ჩვენ შევარჩიეთ როგორც როგორც თქვი, ტესტირებით, ბუნებრივია, გასაუბრებით და შემდეგ უკვე თვითონ აირჩიეს საკრებულოს თავმჯდომარეები. მადლობა მინდა უთხრა ყველა რესურს ცენტრს, რამე თუ ყველა მოტივირებული იყო იმისკენ, რომ ძალიან კარგი პროექტი იქნებოდა და მაქსიმალურად კარგი ბავშვები იქნა შერჩეული. ასევე მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ აქტიურად თანამშრომლობთ ბატონ გოჩა ტყეშელაშვილთან, ეტალონის ხელმძღვანელთან. მინდა ვთქვა, რომ უამრავი ახალგაზრდული საკრებულო ძალიან ბევრი მოიცავს თქვენთან თანამშრომლობა აუცილებლად. ბევრი ბავშვი იყო ახალგაზრდული საკრებულოდან, წარმომადგენელი თვითონ ეტალონში და საკმაოდ წარმატებულად ასპარეზობდნენ, ხოლო შემდეგ, როდესაც ჩვენ თანამშრომლობის კუთხით, ასე ვთქვათ, შევთანხმდით, უკვე ლაშასაც და ყველა საკრებულოს თავმჯდომარეს უახლოეს მომავალში ექნება იმის ფუნქცია, რომ თვითონ შეარჩიონ რაიონიდან ეტალონში ახალგაზრდების, ასე ვთქვათ, რაოდენობა და ის ახალგაზრდები, ვინც უნდა მიიღოს მონაწილეობა. ეს გამგებელთან ერთად, საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, რესურს ცენტრთან და მოხდება ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად ეს შერჩევა. რამდენად მჭიდრო თანამშრომლობა გაქვთ მუნიციპალიტეტებთან და გუბერნიებთან? როდესაც ჩვენ ბატონ ზურას გავაცანით აღნიშნული პროექტი, მინდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი მოწონება დაიმსახურა მისი მხრიდან. ყველანაირად გვერდზე დაგვიდგა, ფაქტიურად ვიტყვი, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლაშაც ლომებს ატარებს თვითონ საკრებულოს დარბაზში,
და ფაქტიურად არ არის რაღაც დისბალანსი, რომ ესენი სხვაგან მუშაობენ, ისინი სხვაგან. ეს გამორიცხულია პირიქით. მაქსიმალური გვერდზე დგომა, მხარდაჭერა და ახალგაზრდების კუთხითაც ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღონ სხვადასხვა საჭიროებებზე. ბუნებრივია ახალგაზრდების თავისრულ თამაშობენ, გამომდინარე იქიდან, რომ როდესაც პროექტებს თვითონ ათვალიერებენ, არსებობს გარკვეულწილად კომუნიკაციის ნაკლებობა სხვადასხვა კუთხით და ეს ახალგაზრდები ეხმარებიან ზუსტად ამ კუთხით, რომ როგორც პოზიტივი გაავრცელა ლაშამ ანალოგიურად ხდება იმ პროექტებზე ყურადღების მიქცევა ახალგაზრდების მხრიდან და ბუნებრივია საუბარი სხვადასხვა კუთხით. და რაც მთავარია, ვფიქრობ, რომ ახალგაზრდული საკრებულო სამომავლოდაც გაგრძელდება და უამრავ ახალგაზრდას მიეცემა იმის საშუალება, რომ მაქსიმალურად დიდი სიკეთეები მიიღოს ამ პროექტის ფარგლებში. ძალიან ბევრი თხოვნით მოგმართავს, რომ ახალგაზრდული საკრებულო არ დამთავრდეს და პირიქით გაგრძელდეს იმისთვის, რომ უამრავი იდეა აქვს და ამ იდეის განხორციელება უნდათ. თუნდაც ის რადგან რომ იმერეთის რეგიონში იქნება დებატ კლუბი, სადაც ახალგაზრდები იდებატებენ სხვადასხვა თემებზე, მნიშვნელოვან თემებზე და ვფიქრობ, რომ აქედანვე ჩამოყალიბდებიან კონსტრუქციულ, ასე ვთქვათ, ადამიანებად დებატების კულტურა შეიძენენ და ეს პირიქით უფრო მათ წაადგებათ, ვიდრე რამე კუთხით დააგდებათ. სპორტულ შეჯიბრებებზე და კულტურულ საგანმანათლებლო პროექტებზე აღარ ვსაუბრობ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხორციელდება სხვადასხვა რაიონებში. უახლოეს მომავალში ჩვენ აგვისტოს თვეში ფანაკში წავიყვანთ ამ ახალგაზრდებს და იქაც ბუნებრივია ჩვენი პროგრამა გვექნება, სადაც თავის რეალიზებასაც მოვახდენთ. აუცილებლად ფანაკშიც არაჩვეულებრივად გაართმევ ყველაფერს თავს. მე მაინტერესებს თქვენი გადმოსახედიდან. რას ფიქრობთ, როგორი თაობა მოდის, ესე მოკლედ და კონკრეტულად? მოგახსენებთ, რომ მოკლედ და კონკრეტულად მიპასუხებთ. არა, თქვენ ვრცლად მიპასუხეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ყველა რაიონში მიწევს ჩასვლა და ყველა რაიონის ახალგაზრდობასთან კომუნიკაცია, ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი იმის, რომ უახლოეს მომავალში ძალიან ბევრი კომპეტენტური კადრი იყავდეს თავიანთ რაიონებში და ჩვენ ყოველთვის იმას ვეუბნებით, რომ ეს არ ხდება მხოლოდ საჯარო სამსახურის სტიმულირებისთვის, არამედ ჩვენ გვინდა, რომ რეალიზებულები იყვნენ ეს ადამიანები სხვადასხვა კუთხით. თუნდაც ის რადგან რომ როდესაც მე-12 კლასელი აბარებს და არის აბიტურიენტი, მას თუ უნდა რომ იყოს იურისტი, არის კომისია შექმნილი, იურიდიული კომისია, სადაც თვით საკრებულოსთან ერთად ზუსტად იმ თემებზე საუბრობენ და მსჯელობენ, რომელიც სამომავლოდ უნდა გამოადგეს, ასევე სოციალური კომისია და სხვადასხვა კომისიები, ლაშა ამაზე ალბათ ისაუბრებს. მაღალმთიან რეგიონებშიც კი წეგანაც აღნიშნე, სადაც თუნდაც სკოლაში 3-4 ბავშვი სწავლობს და ბევრი სკოლაა, სადაც 2 ბავშვი სწავლობს. მაქსიმალური ჩართულობაა და ძალიან ნაკითხი განათლებული თაობაც იქნება უახლოეს მომავალში, რამე თუ მათ აქვთ გარკვეულწილად мотиваცია იმისა, რომ იყვნენ წარმატებულები, მაგრამ არის რაღაც გარკვეულწილად საფრთხეები, თუნდაც ის, რომ მიგრაციის პრობლემაა სერიოზული მაღალმთიან რაიონებში და ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდები, რაც უფრო მეტი ახალგაზრდა დასაქმდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულში, მით უფრო ნაკლები პრობლემა შეიძლება იყოს ამ კუთხით. რა თქმა უნდა. ლაშა, მე მაინტერესებს, შენ როგორ ფიქრობ, რა სჭირდება ახალგაზრდას იმისთვის, რომ ასე ჩემი გადმოსახედიდან ძალიან მომწონხარ, იმიტომ რომ ძალიან ნიჭიერი და კარგი ახალგაზრდა ხარ. თქვათ, შენარი და შენი მეგობრებისნაირი რომ გახდეს. როგორ უნდა შევუწყოთ ხელი, რა სჭირდება? პირველი და ყველაზე უმთავრესი, რაც თორია, არის მონდომება. თუ არ არის μονდომება, არ იქნება არაფერი. მომდევნო არის ხელშეწყობა. ხელშეწყობაში რას გულისხმობთ როგორ? ზუსტად მაგას გეტყვით, ახლა ხელშეწყობა არის მთავარი. უნდა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, მაგალითად ბატონო გიორგისნაირი ადამიანები, რომლებიც მოახერხებენ, რომ შექმნან ისეთი პროექტები, რომლებიც ჩვენ დაგვეხმარებიან ჩვენი შესაძლებლობების გამოვლენაში. ძალიან მნიშვნელოვანია ეს, იმიტომ რომ ჩვენ როგორც აღნიშნა გიორგიმ, ჩვენ ვართ მომავალი საქართველო, ხო? ჩვენ მოგვიწევს ჩაგანაცვლოთ თქვენ, პრეზიდენტი, პრემიერი, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ განვითარებაზე ზრდა. ცოტა თამამინათქვამია, მაგრამ მართლა ასეა. რეალური მეთქვამი. და აუცილებელია ხელშეწყობა და მონდომება. მე გავაგზავნებ ლაშას საუბარს, უბრალოდ ვიტყვი, რომ თუნდაც ჩემ დროს 10-15 წლის წინ, 20 წლის წინ არ ქონდა ეს შესაძლებლობა, რომ იგივე გამგებელთან, გუბერნატორთან ქონოდა აქტიური კომუნიკაცია. ეს იყო გამორიცხული.
ალბათ დამეთანხმებიან, თუნდაც ჩემზე უფროსი თაობა და ვფიქრობ, რომ მიღწევა ზუსტად ძალიან დიდი ის არის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებასაც არ აქვს ის განცდა, რომ ამათში ხედავდეს კონკურენტებს. არამედ პირიქით მაქსიმალურად გვერდზე უდგანან იმისთვის, რომ თავის რეალიზებაში დაეხმარონ და სამომავლოდ მოხდეს მათი უფრო მეტად ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის კუთხით და ეს მე ძალიან მახარებს. აი კიდევ ჩემ დროს ესეთი პროექტი რო ყოფილიყო, ხო? უფრო გაცილებით ძალიან მაგარი იქნებოდა და აქედან გამომდინარე მე იმედს ვიტოვებ და იმედი მაქვს რომ რასაც მე ვუყურებ ამ ახალგაზრდობას ქვეყნის განვითარებისთვის მართლა ძალიან კარგი და დიდი საქმე კეთდება შეიძლება ჩვენ ვერ ჩავეტიოთ ნახევარ საათში თუნდაც ერთ საათში ყველა იმ პროექტზე გადმოცემის კუთხით მაგრამ ვფიქრობ, რომ თქვენი დახმარებით და თქვენ გაქვთ ძალიან დიდი როლი ახალგაზრდების კუთხით. მე მიხარია, რომ ჩვენ შორის თუნდაც ეს თანამშრომლობა შედგა და სამომავლოდ იმედია უფრო გაღრმავდება და უფრო მეტად გააშუქებთ ახალგაზრდული საკრებულოს აქტივობებს. ეს არის ძალიან კარგი, რომ გაიგო საზოგადოებამ, რომ არსებობს ასეთი ადამიანები, რომლებიც ორიენტირებულები არიან საზოგადოებას გაუწიონ დახმარება. დიახ, მოდით გადავიდეთ უკვე სამომავლო გეგმებზე. სამომავლო გეგმებიც აუცილებლად უნდა გვიანბოთ და თქვენი სამომავლო გეგმები და ის პროექტები, რასაც მომავალში დააგეგმავთ, რა მიმართულება ექნება? ჩვენ ბუნებრივია ახალგაზრდული საკრებულოს პროექტს უფრო დაახვეწ პირდაპირ ვიტყვი ამას არის გარკვეულწილად რაღაც ხარვეზები, მაგრამ ამის გამოსასწორებლად ბუნებრივია ჩვენც მუშაობთ და სამომავლოდ უფრო დახვეწილი იქნება და ვფიქრობ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, ზუსტად ახალგაზრდული საკრებულოების მაგალითზე, რამე თუ ამათ ახალგაზრდებს ძალიან დიდი როლი აკისრიათ, რამდენადაც ეს ახალგაზრდები გაამართლებენ, იმდენად გაგრძელდება ბუნებრივია აღნიშნული პროექტი. ჩვენ ვხედავთ მათ მონდომებას და გამომდინარე აქედან მე პირობას ვდებ, რომ მთელი ამ წლის მომავალ წელსაც აღნიშნული პროექტი იარსებებს და უფრო მეტ ახალგაზრდას წარმოაჩენს როგორც ახალგაზრდა ლიდერად. რაც შეეხება სხვა პროექტებს, ბუნებრივია ჩვენი მიმართულება ერთ-ერთი გახავთ საჯელახსოვრების სფერო და ამ კუთხითაც ჩვენ ვაპირებთ რომ ახლოს მომავალში ძალიან დიდი პროექტები განვახორციელოთ, როგორც ვახორციელებდით სხვადასხვა დაწესებულებებში და ასევე ადგილობრივი თვითმმართველობების კუთხითაც ვიყოთ აქტიურად ჩართულები, გავუწიოთ ბუნებრივია მონიტორინგი, საზოგადოებას მივაწოდოთ ადეკვატური ინფორმაცია და არა დამახინჯებული და ასე შემდეგ და ამაში ბუნებრივია ეს ახალგაზრდებიც არიან მაქსიმალურად ჩართულები. ძალიან დიდი მადლობა. მე მინდა გისურვოთ წარმატებები. ძალიან სასიამოვნო იქნება ლაშასნაირი ძალიან ბევრი ახალგაზრდა რომ ცხოვრობდეს საქართველოში, წარმატებებს გისურვებთ. იმედია ძალიან ბევრი ადამიანი და ახალგაზრდა შემოგიერთდებათ. მე რომ ახალგაზრდა ვიყო აუცილებლად მოვიდოდი თქვენთან. არ არის აუცილებელი. ახალგაზრდა არ არის ახალგაზრდა, ყველა შეუძლია მიიღოს მონაწილეობა. მადლობა თქვენ რომ ასეთი ინტერესი გამოხატეთ. მადლობას გიხდით თქვენ. დღევანდელი გადაცემის სტუმრები იყვნენ ადამიანი კანონი თავისუფლების თავმჯდომარე პროექტ ახალგაზრდული საკრებულოს პროექტის ხელმძღვანელი ბატონი გიორგი ჭულუხაძე, ასევე გორის რაიონის ახალგაზრდული საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა სამბაშვილი. ასეთ იყო დღევანდელი გადაცემა. მე მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით, არა მე 10-ის ნახევრამდე გემშვიდობებით. გადაცემა თავისუფალი სივრცე კი მომავალ შეხვედრამდე. ნახვამდის.